LinkedIn-ი, რომელიც ცნობილია როგორც ბიზნესისისა და ქსელური სოციალური მედიის პლატფორმა, არ არის ინსტრუმენტი სამთავრობო საიდუმლოებების გასაზიარებლად. თუმცა ჯაშუშური სააგენტო Five Eyes-ი, რომელიც აერთიანებს ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ის, ჩინეთის მხრიდან სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ერთობლივ ბიულეტენში მათ საზოგადოებას აცნობეს, რომ ჩინელი ჯაშუშები ცდილობდნენ მთავრობისა და სამხედრო პერსონალის გადაბირებას, რათა გაემჟღავნებინათ საიდუმლო ინფორმაცია. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ეხლა ჩვენ სერიოზულ კითხვებს დავსვამთ. ჩვენთან პირდაპირ ეთერშია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ფარული ოპერაციების ოფიცერი მაიკლ ბეიკერი. გამარჯობა და მადლობა რომ აქ ხართ მაიკლ. რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ. პირველ რიგში ეს ძალიან შემაშფოთებელი აზრია. ბევრი ადამიანი იყენებს LinkedIn-ს. რამდენი ხანია, რაც მიიჩნევა, რომ ეს ჯაშუშები ცდილობდნენ დაზვერვისა და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას? ალბათ სიმართლე რო ვთქვათ, LinkedIn-ის არსებობის დღიდანვე. Wow. ესე რომ ეს ახალი არ არის. იცით, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩინეთის სადაზვერვო აპარატი, იქნება ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო თუ PLA-ის სადაზვერვო ელემენტები, გამოიყენებენ ყველაფერს, რაც ხელთ აქვთ, ხო ასეა. და მათ დაამტკიცეს, რომ ალბათ ყველაზე აგრესიული დამნაშავეები არიან, როგორც არ უნდა უწოდოთ ამას, ჯაშუშობა, ეკონომიკური ჯაშუშობა, კიბერმაქინაციები. ამიტომ LinkedIn-ის გამოყენებაც უბრალოდ კიდევ ერთი ინსტრუმენტია მათ არსენალში, ესე ვთქვათ. ანუ როგორ იყენებდნენ მას? კიდევ ერთხელ LinkedIn-ზე თუ ვინმე პირად კითხვას დამისვამდა ჩემს სამუშაოზე, მე დაიჭრებული ვიქნებოდი. და მე ნამდვილად არ ვარ იმ დონის ადამიანი, ვისაც სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომა აქვს. კარგი კითხვა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თავარი არის მეთოდოლოგია ბოდიში. მე დიდი სიტყვებით არ გამოვირჩევი, ეს არასდროს შეცვლილა. რაც შეიცვალა, ეს არის ტექნოლოგია და ამან საშუალებას მისცა სადაზვერვო სამსახურებს სხვადასხვა გზით ემოქმედათ. რაც მინდა ვთქვა, ამით არის ის, რომ ინტერნეტამდე, ესე ვთქვათ, ხო, მაშინ ჩინელი დაზვერვის ოპერატორები გამოჩნდებოდნენ კონფერენციაზე სადმე პლანეტაზე, ან აკადემიურ ღონისძიებაზე, ან სემინარზე. და ისინი იქ დამსწრეებს შორის ეძებდნენ მათთვის საინტერესო პირებს. და ვინ არიან ისინი? ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ წვდომა სამხედრო ინფორმაციაზე, სამთავრობო ინფორმაციაზე, სადაზვერვო ინფორმაციაზე, კომერციულ ინფორმაციაზე, ხო? ყველაფერი წარმოადგენს ინტერესს ჩინეთის დაზვერვის აპარატისთვის და მათ აქვთ რესურსები და мотивация, რომ ფაქტობრივად ყველაფერი შეაგროვონ. ადრე ესეთ ღონისძიებებზე მიდიოდი, კავშირებს ამყარებდი, ხანდახან წერილებს ვსვლიდი და ცდილობდი დაგეხმარებინა ისინი რომელიმე კვლევაში ან პროექტში, რაზეც მუშაობდი. და ეს ყველაფერი ძალიან უწყინარი ჩანდა. იცით, ისინი თავიდანვე არ ითხოვდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ეხლა კი LinkedIn-ისა და სხვა მრავალი აპლიკაციის საშუალებით ეს ყველაფერი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ამიტომ მათ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ დაუკავშირდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ აზრით ღირებულ ინფორმაციაზე წვდომას ფლობენ და ძალიან ნელა და ფრთხილად დაიწყონ ურთიერთობის ჩამოყალიბების მცდელობა. ისინი იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ეს ადამიანი გადაიბირება და შემდეგ მიაწვდის საიდუმლო ინფორმაციას. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ვინ ატარებს გრძელ საუბრებს LinkedIn-ზე? თუნდაც ურთიერთობის აწყობა დაიწყო, ხალხს ხომ დაკავებული ცხოვრება აქვს, მუშაობენ. აბა ეს როგორ გრძელდება? დიახ, ნაბიჯ მიდიხარ, ხშირად ყველაფერი ძალიან უცხინრად იწყება. მე წავიკითხე თქვენი პუბლიკაცია ან სტატია, ან რაც არ უნდა იყოს, თუ ეს აკადემიური ტიპისა ან კვლევის სპეციალისტი ხართ. და იცით, მე ნელ-ნელა იქიდან ვითარდება ყველაფერი. და მე გამომიგზავნით რამდენიმე ელ-პოსტას, ან იცით, ამ სტატიაზე მუშაობ და ამ თემაზე ძალიან გავიჭედე. რაიმე გზა ხო არ არსებობს, რომ დამეხმაროთ. და შემდეგ შესაძლოა მომავალში, როცა მსგავსი შესაძლებლობა იქნება, შეიძლება მცირე ჰონორარიც კი გადაგიხადოთ, ცოტა ფული რომ მადლობა გადაგიხადოთ. და შემდეგ საბოლოოდ შეიძლება ეს ურთიერთობა პირად შეხვედრამდე მიიყვანოთ, ხო ასეა. და შეიძლება შეხვდეთ კიდეც და გარკვეული შეფასება გააკეთოთ. შეიძლება შემდეგ ამ ადამიანს გადააბაროთ ვიღაცას, ვინც დაზვერვის ოპერაციაში უფრო წინ არის წასული. და უცებ იცით, რასაც აკეთებთ არის ის, რომ ეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ამ გზის დასაწყებად. და ეძებთ ზეწოლის ბერკეტებს და სისუსტეებს. და ეძებთ შესაძლებლობას. როგორც კი ამ კაუჩს ჩასვამთ, ან როგორც კი ისინი მოგცემენ ინფორმაციას, თუნდაც თავიდან უნიშნელოდ მოგეჩვენოთ, დაზვერვის ოპერატორის თვალთახედვით უკვე ჩასვით ეს კაუჩი. ეხლა უკვე თანდათან მიიზიდავთ მათ.
ასე რომ აშკარად ეს საკმაოდ ბევრია მონიტორინგისთვის, თუნდაც იყოთ ყველაზე გამოცდილი დაზვერვის ოფიცრები, ან CIA-ის წევრები, ან ვინც არ უნდა იყოთ ამ ქვეყნებთან მიმართებაში. როდესაც სოციალური მედია უფრო გავრცელებული ხდება და მეტ ინსტრუმენტი ჩნდება, რა შეუძლიათ გააკეთონ ამ ჯაშუშურმა სააგენტოებმა, რომ მომზადდნენ ამ ახალი საფრთხისთვის? კი, რამდენიმე რამ არის. ერთია, რომ უფრო ღია დიალოგი გქონდეთ აკადემიურ საზოგადოებასთან და კომერციულ სექტორთან, სხვადასხვა სფეროში. რადგან კიდევ ერთხელ ჩინელი სადაზვერვო ოპერატორების თვალსაზრისით ისინი ყველაფრით ინტერესდებიან, ხომ ასეა? თუ კომპანია გაქვს, შეიძლება იფიქრო, რომ ისინი არასდროს დაინტერესდებიან შენით. მე უბრალოდ რაღაც პროდუქტებს ვაწარმოებ. შეიძლება იმ პროდუქტის რომელიმე ნაწილს კონდეს კომპონენტი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია იმ საქმისთვის, რაზეც მუშაობენ. ამიტომ ვერასდროს იტყვი, რომ ისინი შენით როგორც ბიზნესით არ დაინტერესდებიან, ხო ესეა? იმიტომ რომ არ იცი რის მოპოვებას ცდილობენ. ამიტომ უნდა კონდეს დიალოგი, უნდა აუხსნა რა ხდება და ნაწილობრივ სწორედ ამიტომ ესეთ შეფასებას აქვეყნებენ, სადაც ლაპარაკობენ LinkedIn-ზე. მათ სჭირდებათ აცნობონ და ასწავლონ ხალხს, როგორ იყვნენ ცოტა უფრო სკეპტიკურად განწყობილები, როცა მათთან მიდიან. ისევ და ისევ ეს მუდმივად ხდება. იქნებ სოფლის მეურნეობის სფეროში ხარ და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინჟინერიაზე საუბრობ, რაც არ უნდა იყოს. ან ორმაგი დანიშნულების კომპონენტებზე საუბრობ, რომლებიც შეიძლება დრონში აღმოჩნდეს. ეს უბრალოდ უზარმაზარი სამოქმედო არეალია. მეორე რამ რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ ძალიან აგრესიული უნდა იყო კონტრდაზვერვის სფეროში. და ბოლო დროს აქ აშშ-ში რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ჩვენ გამოვავლინეთ და ბრალი დაუყენეთ პირებს, რომლებიც ჩინეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდნენ. ვაუ, ძალიან საინტერესოა და ბევრ მხრივ ძალიან შემაშფოთებელი. დიდი მადლობა, მაიკლ ბეიკერ. თავს გავხდით.